მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა რომ მობრძანეთ მიუხედავად ჩვენი თბილისური საცობებისა და კიდევ თქვენთან უამრავი სახე გაქვთ უნივერსიტეტში საგნების არჩევა დამთავრდა თუ არა კაცმა არ იცის და ისეთი ამბავი ხდება რომ ძალიან ყოჩაღები ხართ რომ მაინც ამდენ სახერხებთ და მინდა თქვა ერთი-ორი სიტყვა თვითონ პროექტისთან დაკავშირებით რომ დღეს ჩვენ გვერდება ზუგდიდიდან ზუგდიდის უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ნესტან ფიფია. საქმე ის არის, რომ ჩვენ გვინდა ეს ტრადიციად შემოვიღოთ, რომ წლების განმავლობაში ეს გადაცემები ხდებოდა ხოლმე, აქ მიმდინარეობდა ლექცია, აქ ხდებოდა ყველაფერი და მე იქიდან ჩართულები იყვნენ ხოლმე სხვადასხვა რეგიონებიდან და ქონდა ესე დიალოგი გადაძახილი და გადმოძახილი. მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ჩვენს რეგიონებში არსებული უმაღლესი სასწავლებლებში მოღვაწეობენ არაჩვეულებრივი ადამიანები, მეცნიერები, პროფესორები, რომლებიც სრულფასოვნად შეუძლია ჩაერთონ ჩვენს მუშაობაში და ასეთი შემთხვევები გვქონდა, ვიყავით რამდენჯერმე გორში და სხვა რეგიონშიც და დღეს ჩვენთან სტუმრად არის ქალბატონი ნესტან ფიფია, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი. ქართული ლიტერატურის კვლევარი განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა, რომ ის იკვლევს ძალიან დიდი წარმატებით გამოჩენილი ქართველი მწერლის, მე ვფიქრობ ძალიან დიდი მწერლის ოთარ ჩხეიძის შემოქმედებას და მასზე მონოგრაფიებიც აქვს გამოქვეყნებული და ამ კვლევას განაგრძობ. დღევანდელი ლექციაც ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვის, დარწმუნებული ვარ ამაში და მე მინდა კიდევ ერთხელ გულითად და გულწრფელად მევესალმო ქალბატონ ნესტანს, რომ არ დაიზარა გამონახო დრო და აი ეხლა დღეს ის ჩვენ ზუგდიდიდან მოვისმენთ ამ ლექციას, რომლებიც ასევე გადაიცემა პარალელურად სხვა რეგიონებისთვისაც. ეხლა გისმენთ ქალბატონ ნესტან, მოდი დავიწყოთ ჩვენი ლექცია. მივესალმები გოგონებს და ბიჭებს, რომლებიც ახლა თქვენთან ერთად არიან შეკრებილი აუდიტორიაში, რომლებიც ყოველთვის დიდი მადლობა საერთოდ ზუგდიდის უნივერსიტეტს, რომ ასე ყურადღებით გვისმენენ. ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდები არიან და ძალიან აქტიურები, განსხვავებით ჩემი კახელი თანამემამულების, რომელსაც ადგილიდან ვერ დაძრავ ხანდახან. ამიტომ ქების ღირსი ხართ ბავშვებო ყველანი. დიდი მადლობა. გისმენთ ქალბატონ ნესტან. მოგესალმებით. უღრმესი მადლობა ამ პროექტისთვის, რასაც ერთიანობა და გამთლიანება ქვია ალბათ უფრო სახელად. მადლობა მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. დღეს მე ვესაუბრები განსაკუთრებულ აუდიტორიას, ეს არის განსაკუთრებით მრავალფეროვანი და ის აუდიტორია, რომელთანაც განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს და მოგზაურობა ახალგაზრდებთან მაქვს მხედველობაში. მადლობა მოწვევისთვის, ვეცდები რომ მოლოდინი გავამართლო აუდიტორიაში მყოფი ყველა ონლაინ თუ პირდაპირ ჩართვით თუ აუდიტორიაში მყოფი მსმენელებისთვის. მოგახსენებთ, დიახ, მადლობა წარდგენისთვის და ოთარ ჩხეიძეს არ შემიძლია ხაზი არ გავსვო, დიახ, ოთარ ჩხეიძე ის მწერალია, რომელიც გასწავლის როგორი იყო საქართველო და როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ქართველი. ალბათ ბუნებრივია, რომ ჩემი ლექციის თემაც ილიას უკავშირდება. ოთარ ჩხეიძე ილიას იდეის და ილიელობის უკაცრავად უერთგულესი შემოქმედი იყო. თემის სათაური გახლავთ ეროვნულ ზოგად ადამიანური ნარაცია დედის მხატვრულ სახეში ილია ჭავჭავაძის რამდენიმე ქმნილების მიხედვით. და დიახ, ოთარ ჩხეიძის სიტყვებით წავუწყარეთ საუბრად ეპიგრაფად ჩვენ საუბარს, ეს არის ჩვენი ინტელექტუალური ცხოვრება, წარმოუდგენელია ილიაოდან. ყველა თაობას თავისი ილია სჭირდება. დიახ, ილიაზე საუბარი ადვილიც არის და ძნელიც, იმიტომ რომ სკოლის ასაკიდანვე ყველა ჩვენგანის ცნობიერება შეზრდილი სახელია და ძალიან მშობლიურია, მაგრამ ამავე დროს ილია ამოუწურავია თავისი მისიით, შემოქმედებით, მხატვრული თუ პუბლიცისტური ქმნილებებით. ილია ჭავჭავაძეს ძალიან მოკლე დროსა და ერის ხომაგი ქვია ამოუწურავი მხატვრული ქმნილებების პუბლიცისტური წერილების ავტორი ქვია და ამავე დროს საზოგადოებრივი მოღვაწე, ვინც იყო ყველგან, სადაც კი საქართველოს დასჭირდებოდა, სადაც კი ქართული საქართველოსთვის ბრძოლა და მოქმედება იყო საჭირო. აქვე გავხსენებთ ვაჟა ფშაველას სიტყვებს, რომ თუ კი ერის სიჯანსაღისისა და აღზრდისთვის კერძო ადამიანთა აღზრდა საჭირო, ასევე რომ კაცობრიობა განვითარებულ ჯგუფად წარდგეს, თითეული ერის განვითარებაა საჭირო.
სწორედ აქ არის ილიას უდიდესი მისია და ამიტომ მისი ქმედება, თვითმოქმედება არ ამოიწურება მხოლოდ მე-19 საუკუნით. ილია ყვაწვილობიდანვე იყო ვიცით სტუდენტობიდანვე ჰქონდა აბსოლუტური მზაობა ღირებულებებისთვის და რუსეთის კირთებქვეშა მგმინავი ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლის და ამის დასტური ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი ლექსია მესმის რომელიც მიეძღვნა ჯუზეპე გარიბალდის და საინტერესო ის არის რომ მხოლოდ მესმის არ მიეძღვნა ჯუზეპე გარიბალდის ალექსანდრე ორბელიანმა მიუძღვნა წერილი სიტყვა იტალიისათვის და აქ არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში ადრესატი არ არის ნახსენები ჯუზეპე გარიბალდი არ არის ნახსენები მაგრამ თარიღია ძალიან მეტყველი 1860 წელი, როცა ჯუზეპე გარიბალდიმ თავისი 1000-იანთა ლაშქრობით სძლია მტერს და იტალიის თავისუფლებისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ამ დროს ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე ორბელიანი ეხმიანებიან თავისუფლების იდეას, რა თქმა უნდა და ეს საინტერესო საკითხია განსახოვნებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზოგადად ლიტერატურა არის მოგეხსენებათ სახისმეტყველებითი აზროვნება და აქ ჯუზეპე გარიბალდი ერთი კერძო შემთხვევა არ არის, ეს არის განსახოვნება. თუ არისტოტელეს პოეტიკაში გვაქვს, რომ ყოველი მხატვრული ქმნილება არის გარედან შემოსული მასალის, გაშნოიანება, გაწესიერება, გალამაზება, განსახიერება, შელინგი თავის მე-15 წერილში წერს, რომ ყოველი საგანი თავისი ნიუანსებით თუ კი აზროვნებასთან დაკავშირებულია, ის უკვე განსახოვნებულია. ამდენად სახეს ხატებას მივაქციეთ ჩვენ ყურადღება ყმაწვილი ილიას შემოქმედებაში ჯუზეპე გარიბალდის სახით და შემდგომ ეს გრძელდება ძალიან მასშტაბური მხატვრული შემოქმედებით და ასევე მასშტაბური პუბლიცისტური წერილებით, რომელიც ერის სულიერ ზრდას, გაჯანსაღებას, თვითმოქმედებას, თვითშეცნობას ეძღვნება. არაერთხელ თქმულა, რომ ილია ჭავჭავაძეს ადარებენ გრიგოლ ხანძთელს. რითი? გრიგოლ ხანძთელის მისია არის უდაბნოს ქალაქ ყოფა მოგეხსენებათ და თუ გრიგოლ ხანძთელი არაბთაგან პროფილ საქართველოში იბრძვის უდაბნოს ქალაქ ყოფისათვის და თუ ბიბლიურ სახისმეტყველებით სიმბოლოებს გავხსნით ქაოსიდან სიჯანსაღისა და კოსმიური წესრიგისათვის ილია ჭავჭავაძე ამას აკეთებს მე-19 საუკუნის საქართველოში სულიერად გაუდაბურებულ საქართველოში, სადაც სამშობლო ხელახლა შესაძნობია, სადაც ენა ხელახლა დასაბრუნებელია და ამდენად ილიას ეწოდა თანამდები სული. ეს საკმაოდ დამარწმუნებლად გახსნილი აქვს როსტომ ჩხეიძეს ილია ჭავჭავაძის ქრონიკებში, რომელსაც ეწოდა მუხა უდაბნოში. და აქ ის ამბობს, რომ ილია შეუთანასწორდებოდა უხილავ მოძღვარს საზოგადოებრივ ცნობიერებაში მეორე გრიგოლ ხანძთელად რომ დამტკიცდებოდა და დასტურდებოდა. ამდენად ილია მოიაზრება სიჯანსაღისათვის ბრძოლით და იმ დროსა და სივრცეზე მაღლამყოფის სულით, რაზედაც ვსაუბრობთ, ილიამდელ საქართველოში და როგორც თანამდები სული და ილია შემდგომ საქართველოში როგორც სულიერი მოძღვარი. შესაბამისად, ილიას შემოქმედებაში ეს ყველაფერი აისახა, რა თქმა უნდა და ჩვენ კონკრეტულად დედის სახეზე, ეროვნულ ზოგად ადამიანურ ნარაციაზე ვსაუბრობთ. ეს არის დასაწყისში ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას პუბლიცისტურ წერილებს და პირველი 3 წერილი, რომელზედაც გავამახვილებთ ყურადღებას, ეს არის დედათა საქმე, ქალი მასწავლებელი და პატარა საუბარი. დედათა საქმე ძალიან მასშტაბურ პრობლემას ეხება, ეს არის ქალთა უფლებები და ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში და ილია იმოწმებს, რა ხდება ბოსტონში, სადაც თურმე დედათა საბჭო აურჩევიათ, რა ხდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მაგალითების შემდეგ ასკუნის, რომ ეს საქმე რამოდენადმე წაიწევს წინ, რამდენადაც მისი ბუნება დაიწევს. ქალი მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს ზოგადად პედაგოგზე, რომ პედაგოგის პროფესია არ არის დაფასებული და ქალი მასწავლებელი არის დაჩაგრული. ზოგადი პრობლემა არის არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთან ვითარებას ის ამძიმებს, რომ ქალი მასწავლებელი ნაკლებ ანაზღაურებას ღებულობს ამბობს ილია და დასაქმების შემთხვევაში მამაკაცს ეძლევა უპირატესობა. და აქ ასევე მოყავს მაგალითად ის, რომ საქმე წინ
მიდის დაიძრა ყინული, იმით რომ შექმნილა თურმე მასწავლებელ ქალთა საბჭო და ამ საბჭოს სიხარულით ეგებება არა მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ ეს საბჭო შეიქმნა, ახსნა აქ, რომ ზოგადად ეს საქმე დაწყებულა არა მხოლოდ წუწუნითა და ჩივილით, რომ დაჩაგრულები არიან, არამედ თვითმოქმედებით, რაც ფარხმალია და საქმის წინ წაწევის გარანტია არისო. ილიასთან სიტყვა თვითმოქმედებას აქვს ძალიან ხმა დატვირთვა და ნიშნავს თქმისა და ქმნის გამთლიანებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პატარა საუბარი ეხება ცნებას არა მხოლოდ მოვლენას და კონკრეტული პრობლემის განხილვას, არამედ სიტყვის სემანტიკის განხილვას და ეს არის დედაკაცი. პატარა საუბარი იწყება მიმართვით, დედაკაცნო და მერე მიადევნებს ილია, რომ სადაკილოდ გაგიხდათ და ეს არის შედეგი იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი სიტყვა დაიფუყა და ლამისარი მიიცვალოსო. და დედაკაცის არსი განმარტებული აქვს ამ წერილში ასე, რომ ქალი გათხოვილია თუ გასათხოვარი, შვილიანი თუ უშვილო, სულიერ ასაკოვნებით მიაღწევს დედაკაცობამდის. ანუ დედაკაცი არის სულიერი სიმწიფის დასტური და ამას უსვამს ცხას ილია ჭავჭავაძე. დედაკაცის, დედის, ქალის და დედის მხატვრული სახის ხსენებაზე ყველა ჩვენგანს ახსენდება ძალიან ცნობილი პოემა ქართლის დედას და ლექსი ქართლის დედა. ქართლის დედას არ არის რთულსიუჟეტიანი პოემა, აქ არის დიალოგი დედაშვილ შორის და მხოლოდ ერთხელ ჩაერთვება ცხენოსანი, რომელიც მოდის კიაზოსთან, რათა უთხრას, რომ ძალიან შეჭირებულნი არიან ბრძოლის ველზე და უნდა იჩქა, რომ მიემართებიან ძმებისკენ, მეომრებისკენ, რომ დახმარება გაუწიონ. დედა ამბობს, რომ ვითარ დედა შენი სიკვდილით ვივაებ, მაგრამ ვითარ ქართლის დედა ვიამაყებ და ვინეტარებ. ანუ გვერდიგვერდ აქ უკვე დგას ქალი დედა და ქალი დედაკაცი, რომელსაც მეტი მოეთხოვება სულიერი სიმწიფით უფრო მეტის წინაშე დგას და გადაწყვეტილებით შესაბამისად უნდა მიიღოს. და დედაშვილი სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ღებულობენ უპირატესის სამშობლოს სასარგებლოდ კიაზო მიდის ბრძოლის ველზე, ავადმყოფი დედა სარეცელს, სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული რჩება. და ამას აქვს ეპიგრაფად წამწვარებული ამ პოემას სცენა მომავალი ცხოვრებიდან. ზოგადად დროთა კავშირი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში ყველგან გვხვდება პოემაში, პუბლიცისტურ წერილებში, ეპიგრაფებში, იმიტომ რომ დროთა კავშირის წარსულისა და აწმყოს მთლიანობის გაცნობიერების გარეშე ჯანსაღი მომავალი არ არსებობს. ხოლო ქართლის დედა ასევე აწმყოშობილი წარსულისაგან არის მშობელი მყოობათისა, ქართლის დედის ვალია აღნიშნული და შეგახსენებთ მის ბოლოს სტროფს. ქართლის ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება, უკან რჩეს კვალი განათლებული. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ილიას შემოქმედების მიხედვით ღირსეულ დედებზე, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ვალი და ამავე დროს დედაზე. დედა აქ ისევე როგორც ვთქვათ ჯუზეპე გარიბალდი თავისუფლების ცნებასთან მიმართებაში, ქვეყნის მომავალთან მიმართებაში დედა არის არა მხოლოდ კონკრეტული ერთი კერძო სახე, არამედ არის ხატება, არის განსახოვნება ქვეყნის მომავლისა. ერთგვარ შესავლად მივიჩნიოთ დედაკაცი ცნების განხილვა ილიას წერილში, იმისთვის რომ გადავიდეთ მომდევნო საკითხზე, კონკრეტულად ოთარანთქვრივი განვიხილოთ, სადაც დედის მხატვრული სახეც არის და აღზრდის საინტერესო სისტემაც, რაც უშუალოდ ეხმიანება დღევანდელ დღეს და აქაც არის დროთა კავშირი გარკვეული თვალსაზრისით. სწორედ დედები არიან ის მსხვერპლის უნარიანი ადამიანები, რომლებსაც ძალუძს იმ შვილის აღზრდა, რომელიც უზრუნველყოფს მომავალს. საინტერესოა, რომ ლექსის განხილვასთან დაკავშირებით ბატონ გიორგი მაისურაძეს აქვს ცნება მამული დახასიათებული და ამბობს, რომ ცნება მამული არის უნივერსალური ზოგადად, მაგრამ ქართულ დისკურსში მას სპეციფიკური ეროვნული სემანტიკა აქვს. ანუ აქაც კერძოდან ზოგადისკენ მივემართებით, იმიტომ რომ სამყარო მთლიანია და ამ მთლიანობაში ჩვენ ვართ შემადგენელი ნაწილი თანაზიარნი ყოველივე იმისა, რაც კაცობრიობისთვის არ ყოფილა არასოდეს უჩვეულო. ანუ
ზოგადი უნივერსალური ცნებიდან მამული, კონკრეტული ქართულ დისკურსში სემანტიკა სპეციფიკური მინიჭებული მამულისთვის და ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი. ასევე ზოგადი სემანტიკური დატვირთვა ეძლევა ილიასთან სხვა სიტყვებსაც და როცა სიტყვაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გავახსენდეს სიტყვის სემანტიკაზე, ეთიკურ ზნეობრივ კოდირებაზე, ამა თუ იმ ერის ცნობიერებაში გარკვეულ სიტყვებში არ შეიძლება არ გავახსენდეს. მერაბ კოსტავას წიგნიდან ფიქრები საქართველოს მისიაზე სიტყვა გენაცვალეზე ყურადღების გამახვილება. მერაბ კოსტავა ამბობს, რომ სიტყვა გენაცვალეს არც ერთ ენაზე ეკვივალენტი არ გააჩნია და მასში გოლგოთის მისტერია დევს და ეს არის რა თქმა უნდა ჭეშმარიტება. ზოგადად, როდესაც მამულის ცნებაზე ვამახვილებთ ყურადღებას, იქვე მითითებულია მაისურაძის მოსაზრებაში, რომ უმამო მამულია საქართველოს, სადაც დედა ზრდის შვილს და ასეთი დედების მისია უმამო მამულში მომავლის უზრუნველყოფის მისია და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ სწავლაზე, განათლებაზე, დედის მისიაზე, აქ არ არის მხოლოდ მოვლინება და იდეური აღზრდა. ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, რა თქმა უნდა, ცხადად გვიჩვენებს, რომ სიჯანსაღესთან, ზნეობრივ სიჯანსაღესთან ერთად საჭიროა და აუცილებელია სიმწიფე, ბუნებრივი სიმწიფე. განათლება, წიგნიერება, აღზრდა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გადარჩენისთვის, თვითმყოფადობის სიჯანსაღისთვის. და ასევე დავემოწმებ როსტომ ჩხეიძის წიგნიდან მონაკვეთს, სადაც აი ეს ფორმულირებად აქვს, ერთგვარ სენტენციად აქვს წარმოდგენილი, რომ აღზრდა, განათლება და დიახ, გონებითი ცხოვრების გაცხოველება გვაპოვნინებდა დაკარგულ ქვეყანას და ასევე ქართული ენა უნდა შეზიარებოდა საერთო აზრიანებას და უნდა აღედგინა ღირსეული და ჯანსაღი ქართული გამარჯვება. აქ არის დედების განსაკუთრებული მისია და როდესაც ოთარ ანთქმრივზე ვსაუბრობთ, უნდა აღნიშნოთ, რომ არაერთხელ ილია ჭავჭავაძე შეუდარებიათ ოთარ ანთქმრივისთვის, რა თქმა უნდა, მწარე სიტყვებით, მხილების მახვილი უნარით და როდესაც გავდივართ ზოგად სახეზე, კიდევ რითი შეიძლება შევატაროთ, ეს რა თქმა უნდა არის თქმისა და ქმნის ერთიანობა, მაგრამ ყველას რომ არ ძალუძს ქმნისა და ქმნის ერთიანობა, ესეც რა თქმა უნდა ცხადია. კარგად გვახსოვს ყველას, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ოთარ ანთქმრივის ოჯახისადმი, გიორგის საქციელისადმი, გიორგის მოვლენებისადმი დამოკიდებულებას როგორ აფასებენ, როგორი იყო მამამისი და გახსოვთ, რომ ამათ თავზე ან დიდი ცოდვა ტრიალებს, ან დიდი მადლი, ამათ სხვა ნიშანწყალი აქვს. და სწორედ ეს არის საინტერესო, სხვა ნიშანწყალი. საზოგადოება ვერ არქმევს სახელს, რატომ არიან სხვანაირები, რას ნიშნავს მათი განსხვავებული ქმედება, რატომ აქვთ მოვლენებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და სხვა ნიშანწყალს არქმევენ. და ხსენებულ ქრონიკებში როსტომ ჩხეიძის გვაქვს ალუზიური გადასვლა ილიას პორტრეტის დახასიათებისას და ამბობს, რომ იტყოდნენ ილიაზე, სხვა ნიშანწყალი აქვს, ან გიჟია, ან ღვთისგან მოვლენილი, მას სხვა ნიშანწყალი აქვსო და გადააქვს ეს ალუზიური თხრობა ილიას პასუხში, რომ გააჩნია ვინ რა თვალზე შემომხედავსო. რა თქმა უნდა, ეს ვინ რა თვალზე შემომხედავს, გულისხმობს ხედვის კუთხეს, თვითშეცნობისა და თვითმოქმედების ხარისხს. ვის როგორ უღირსილია, ვის რამდენად შეუძლია ილიას მიღება და რამდენად შეუძლია სულიერი წყობით შეეთანასწოროს იმ იდეებს, იმ ხედვას, რაც ილიას მოაქვს და რისაც ილია ემსახურა და შეეწირა. ვახსენეთ ოთარ ანთქმრივი, აქ ჩვენ ვერც ვერაფერს იტყვით თითქოს ახალს, იმიტომ რომ ნაწარმოები არის მრავალჯერ ინტერპრეტირებული, დახასიათებული პერსონაჟები, იდეები. მაგრამ დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყურადღება გაგვემახვილებინა ოთარ ანთქმრივზე, როგორც მშობლის მოდელზე, ოთარ ანთქმრივის აღზრდის სისტემაზე, რამდენად ჯანსაღია, რამდენად ბუნებითი მდგომარეობით არის ის დედა, რომელსაც შეუძლია მისცეს მამულსის შვილი, რომელიც ზნეობითი ღირებულებებით გამოირჩევა და საზოგადოებასაც უჩვენებს ჭეშმარიტად ღირებულ ადამიანს ვაჟკაცს. ოთარ ჩხეიძეს თუ
გადაწყვეტილად აქ ნათქვამი, რომ ილიაოდ არ შეიძლება ჩვენი ინტელექტუალური ცხოვრება და ყველა თაობას თავისი ილია სჭირდება. მიხეილ ჯავახიშვილი ამბობდა, რომ ილია იყო მუხა უდაბნოში. უდაბნოს ქალაქყოფა როგორც სიმბოლური პროცესი ვახსენეთ და რა თქმა უნდა მუხა უდაბნოში უძლეველობის იმ უდაბნოში მარადიული ბრძოლის და ღირებულების დამკვიდრების სიმბოლო უნდა იყოს. ამ თვალსაზრისითაც ოთარ ანთქვრივი არის ძალიან საინტერესო. მოგეხსენებათ, თვით სათაურიდან ნაწარმოების ბოლო ფრაზებამდე, ბოლო წინადადებამდე სათაური ოთარ ანთქვრივია და ჩვენ ვიცით, რომ ნაწარმოების პერსონაჟს არ ქვია ოთარ ანთქვრივს სახელი, ნაწარმოები ისე მთავრდება. თუ ვეცდებით, რომ პერიფრაზით აქვს სათაური, რა თქმა უნდა, პატარა საუბარი, ხსენებული პუბლიცისტური წერილი დაგვეხმარება. იქ არის დედაკაცი დახასიათებული და ოთარ ანთქვრივი არის დედაკაცი თავისი სულიერი წყობით. ამდენად ეს პერსონაჟი არ არის ერთი კერძო სახე, არის ზოგადი და არის დედაკაცის ცხოვრების წესის გამომხატველი და მტვირთველი. თუ იქ უკვე ნათქვამია, რომ ქალი პეპელა დედაკაცი ფუტკარი გაგრძელებაში ჩამოყალიბებულია ცხოვრების წესიც, როგორ ცხოვრობს დედაკაცი. ქალი უფარხმალო დედაკაცია, დედაკაცი ფარხმალიანი ქალია. ქალი პეპელა, დედაკაცი ფუტკარი. ფარხმალიანი ქალი როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა თქმა უნდა, ეს არის სტოიციზმით ხელდასხმული ადამიანი, ქალი, რომელსაც არჩეული აქვს ცხოვრების მძიმე გზა. ილია, როდესაც ამ წერილში ცნება დედაკაცს ახასიათებდა, ამბობდა, რომ ნაკლებად მგონია, რომ კიდევ სხვა ენაში სადმე მოიპოვებოდეს სიტყვა, რომ ადამიანი მამასაც და დედასაც ერთნაირად კაცს ეძახოდესო. დედაკაცი არის სწორედ ოთარ ანთქვრივი, ხელდასხმული ადამიანია, დედაკაცობა განსაკუთრებული სულიერი წყობის ნაყოფია და არ არის ერთი ჩვეულებრივი მოვლენა და ოთარ ანთქვრივი ქვია. ანუ დედაკაცობა არის დედაკაცობის არსი ამ ნაწარმოებით ახსნილი. ხოლო ბოლო ფრაზები გახსოვთ, რომ ცოდვა ვარ შვილო ცოდვა ამბობს სოსია და იქ გვაქვს მართლაც და სხვა ვინ არ არის ცოდვა, ეს არის წევლაპრობიანი და ცოდვამადლიანი საკითხავი ამ უსწორმასწორო წუთის სოფელში. ეს კიდევ წუთის სოფელში დაპირისპირებულობის კანონი, რომ მართლაც და სხვა ვინ არ არის ცოდვა. სოსია მეწისყვილის თავისი განსაცდელი აქ სიყვარულში არ გაამართლა, მთელი ცხოვრება ოთარ ანთქვრივის გვერდით იცხოვრა, თუმცა სოსია ამ თემას არ შეხება, მაგრამ ძალიან საინტერესო სახეა მიჯნურობისა, ალბათ რომელსაც შორით ქმნიდა შორით ხდომა ხდია. სოსიას თავისი გასჭირვებია და ცოდვად მიდის ამ წუთის სოფელთან, მაგრამ წუთის სოფელს აქვს ასევე ის წესი, რომ ყველას აქვს თავისი განსაცდელი და სრულყოფილება წუთის სოფელში არ არსებობს. ამის შემდგომ ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ოთარ ანთქვრივზე, როგორც დედაზე. როგორი დედაა ოთარ ანთქვრივი? და ნაწარმოების დასაწყისიდანვე ჩვენ ვხედავთ, რომ ის დედაკაცობის არსის მტვირთველია მთელი თავისი სულიერი წყობით და ცხოვრების წესით, ზნეობითი თავისუფლების ჩამოყალიბება თუ ილია ჭავჭავაძისთვის უმთავრესი მიზანი იყო, ამ ნაწარმოებში განსაკუთრებით კარგად ჩანს. ცნობილია ამ ნაწარმოების დაწერის ისტორიაც, ნათლობაც ბრწყალებში გამოვიყენოთ. ძალიან ცოტა დრო მოანდომა 5 დღე-ღამის განმავლობაში დაუწერია. იაკობ მანსვეტაშვილის მოგონება გვაქვს, როგორ შეხვდნენ თანამედროვენი ილიას ამ ნაწარმოებს. გრიგოლ ვოლსკის უთქვამს, რომ ობოლ მარგალიტს დავარქმევდიო. უკაცრავად იწუნებდნენ ამ ნაწარმოების დასასრულს ზოგიერთი ილიას მეგობარი, რომ გიორგის გარდაცვალება არ არის სწორი და ბევრმა უთხრა, რომ ხით ჩატეხილობის მიზეზი არ არის მხოლოდ სოციალური უთანასწორობა, იქ რო განათლების თანაზიარობა იყოს და თანაფარდობა, ხით ჩატეხილობა არ იქნებოდა. ანუ თავიდანვე დაბადებისთანავე კამათისაგანი გამხდარა და ძალიან ბევრი უსაუბრიათ, მაგრამ უმთავრესი რომ ნაწარმოები დამკვიდრდა როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ქმნილება და დღესაც ძალიან ბევრს ვისაუბრებთ და ვსაუბრობთ ამდენი წლის შემდეგ. ოთარ ანთქვრივის მშობლის სახეზე, როდესაც ვსაუბრობთ, აქ ყურადღებას ვამახვილებთ, რა თქმა უნდა, სიყრმიდანვე, როგორი დამოკიდებულება აქვს გიორგის სიყრმიდანვე. და ვხედავთ არა მხოლოდ ოთარ ანთქვრივის, არამედ თევდორეს ოთარ ანთქვრივის მეუღლის დამოკიდებულებასაც აღზრდის სისტემისადმი. ის ანდერძად უტოვებს,
რომ სხვას არ შემინატრინო, გაიზარდოს და მერე თვითონ იცის და მისმა მარჯვენამ. ანუ მთავარია რომ ის სილაღე, რასაც სხვა ნიშანწყალი ქვია საზოგადოების თვალში და არის ჯანსაღი გენეტიკური კოდი, არ დაითბუნოს და ისე გაიზარდოს გიორგი. მაგრამ ამის შემდეგ უკვე დგას პასუხისმგებლობის საკითხი, თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი სიცოცხლით ცხოვრების წინაშე. და მშობლის დამოკიდებულება ნებელობას მინდობა განსაკუთრებით საინტერესოა დღესაც და ასეთი მშობელი არ არის თქვათ მე-19-21 საუკუნის პროდუქტი, ასე ვთქვათ, ასეთი მშობელი ჩვენ გვყავს სახარებაშიც. ზევშეცდომილი სიგავი სხვა სათქმელით არის, რა თქმა უნდა, და მას აქვს ძალიან საინტერესო სათქმელი და სახისმეტყველებით მრავალი სიმბოლო გვაქვს, მაგრამ ამჯერად ჩვენ როცა მშობლის მოდელზე ვსაუბრობთ, ყურადღებას ვაქცევთ ძეშეცდომილის მამას, როგორც მამის, ანუ მშობლის მოდელს. ბრუნდება ურჩიშვილი, ბრუნდება ტკივილების შემდეგ და ცხადია მანაც იცის, რომ მამის წიაღშია მხოლოდ მისი ადგილი და მამა მას ხვდება ზეიმით და აძლევს ხამს და ბეჭედს. არის ზოგიერთი განსხვავება წმინდა მამათა შეფასებებში და ამ სიმბოლოების ამოხსნაში, მაგრამ უდაოდ არის მიჩნეული, რომ ხამლი არის თავისუფლების სიმბოლო, იმიტომ რომ მონები ფეხში შველნი დადიოდნენ, ბეჭედი სულიწმინდის. ამდენად მამა ურჩსვილს ანიჭებს თავისუფლებას და მშობლის ეს მოდელი, რა თქმა უნდა, არის საინტერესო. დღეს აღზრდის პროცესზე, როცა ვსაუბრობ და ეს მრავალპროფილიანი მეცნიერება უკვე და დახვეწილია სკოლებში ფსიქოლოგები შევიდნენ, ქვეყნდება სხვადასხვა გამოკვლევები, არის სხვადასხვა ტრენინგები პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის. დავარქვათ სახელი, რაც ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში მიღებულია მშობელთა კატეგორიებს. ეს არის ავტორიტეტული, ავტორიტარული, პერმისიული, ანუ დამთმობი მშობელი და ინდიფერენტული მშობელი. ხოლო მე-19 საუკუნის 30-იანი წლების ფსიქოლოგის კურტ ლევენის კლასიფიკაციით აღზრდის სისტემა არის ავტორიტეტული, დემოკრატიული და არის ლიბერალური. ავტორიტეტული აღზრდის სისტემა ცენტრირებულია ბავშვზე და აქ ბავშვი იზრდება პასუხისმგებლობით და დემოკრატიული აღზრდის სისტემა ასევე ბავშვზეა ცენტრირებული და აქ თანადგომის, თანაზიარობის პირობებია შექმნილი და პასუხისმგებლობის ხარისხი არის მაღალი. მაგრამ როდესაც ლიბერალურ აღზრდაზე ვსაუბრობთ, სახელდადებულია, რომ აქ რაც უარყოფითია, რა თქმა უნდა, დადებითთან ერთად არის ის, რომ პასუხისმგებლობის ხარისხი არის დაბალი. ბავშვები არ აკონტროლებენ თავიანთ იმპულსებს და აქვს ეს შედეგები. ოთარაანთ ფრიზზე, როგორც მშობელზე თუ ვისაუბრებთ, ცხადად ვიტყვით, რომ ეს არის ავტორიტეტული მშობელი და ნაწარმოების მრავალი პასაჟი ამას გვიდასტურებს. თავიდანვე, ყმაწვილობიდანვე გიორგი არის შეჩეული დედის თანაზიარობას. ავტორმა გითხრა კიდეც, რომ მართალს შეჩვეულს მართალი უყვარდა. გიორგის არ უყვირდა დედისგან შენიშვნა. გვეუბნება ილია, რომ არასოდეს გაუბრაზდებოდა, ხშირად დატუქსავდა კი, ანუ ტუქსავდა, შენიშვნას აძლევდა. მაგრამ გიორგისთვის იმდენად მაღალია დედისადმი ნდობის ხარისხი, იმდენად დედას უკვე ჩამოყალიბებული აქვს ავტორიტეტული და იცის შვილმა, რომ უსამართლოდ არ ეტყვის საყვედურს, ამბობს, რომ მართალია და იმიტომაო. და აქ გაგახსენდებათ ალბათ, როდესაც მანასაანთ გოლას, კუპრაანთ თედომ წაართვა ხილები და ამის გამო მოვიდა უთანხმოება. და უთანხმოების შემდეგ გულისპირ ჩამოგლეჯილი და ცხვირპირ დასისხლიანებული გიორგი მოდის, ოთარაანთ ფრიზს ელდაეცა, მაგრამ დაიტია, ხმას არ იღებს და ასაუბრებს შვილს. რა მოხდა, რის საფუძველზე იყო კონფლიქტი და როცა გაიგო რაც მოხდა, დაუსვა კითხვა, გაუხარდა განა გოლასა, აღარა სტირებდა. აი აქ უკვე თვით შეფასებისკენ მიყავს გიორგი, რამდენად სწორი იყო მისი კონფლიქტი, რა შედეგი დარჩა და ისევ პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი დგება. გიორგი კმაყოფილია, იმიტომ რომ მისი საქციელი გაამართლა დედამ და ერთადერთი ფრაზა შექების, რომ ახლა უფრო ლამაზიცა ხარ.
ხაიმ ჯინოტის ეს არის 21 საუკუნის ფსიქოლოგი მოგეხსენებათ, მისი წიგნები ბესტსელერია ფსიქოლოგიური კვლევის საკითხებში და შექებასთან დაკავშირებით აქვს ძალიან საინტერესო ფორმულირება, რომ შექება უნდა გავდეს იმ ჯადოსნურ ტილოს, რომელზედაც ბავშვი თავის პოზიტიურ პორტრეტს დახატავს. ოთარ ანთრევს ეს აქვს. ის მაშინ აქებს, როცა იცის, რომ ეს შექება გარკვეულ დასკვნამდე მიდის, არასოდეს უბრალდება და შვილთან აქვს ის მეგობრული ურთიერთობა, რომ შვილი მას ენდობა. ოთარ ანთრევის მთელი გზა შვილთან ურთიერთობაში ასეთი ფრთხილია და ნაწარმოებში შევეხოთ იმ საკითხს, სადაც განსაკუთრებით ემოციურია, განსაკუთრებით სენსიტიურია, განსაკუთრებით დაძაბულია და გვაქვს ერთგვარი მოლოდინი, როგორ მოიქცევა დედა. ეს არის ნაწარმოების მე-7, მე-8, მე-9 თავები მოგეხსენებათ. ეს არის ჯავრი დედისა, გასტეხს ქვასაცა მაგარსა და უცნაური ნასვი. როდესაც გიორგი დადარდიან და დედა ვერ აგნებს ამ დარდის მიზეზს და ცდილობს რომ მიაკვლიოს. აქაც ეს არის დედობრივი ინსტინქტის, დედობრივი ინტუიცია გამძაფრებული დედა, როდესაც ცდილობს არც ერთი ფრაზა, არც ერთი სიტყვა არ იყოს ზედმეტი და მიაკვლიოს. უჩნდება შიში, იქ ვარაუდია, დედა ვარაუდობს, რა მოხდა, ნადირობის შემდეგ გახდა გიორგი ასეთი დანაღლიანებული და ჩაფიქრებული და სევდიანი და ჩაკეტილი და ნუთუ კაცი, ანუ შესაძლოა ბრმატყია ვინმე იმსხვერპლა. ჩაიქოლე თავი ოთარაანთფრივო, გულზე ლოდა დააწება და ვერასოდეს ვეღარ აეხსნება. არის მეორე ვარიანტიც, რომ შესაძლოა გიორგის ვინმეზე გული შეუვარდა, მაგრამ რატომ უნდა მიმალავდეს? ამ ჭიდილში დედა მიაკვლევს შვილის პასუხს და გიორგის მიიყვანს იქამდე, რომ დაარქვას სახელი თავის სურვილს სატკივარს და გიორგი ეუბნება, რომ შენი უნებური საქმე მწადიან დედა და ვიცით, რომ ეს უნებური საქმე არის მოჯამაგირეობა არჩილად, რა თქმა უნდა, დედა მიხვდა, რატომ უნდა უნდოდეს გიორგის მოჯამაგირეობა და ახლა დედის მდგომარეობა. დედაკაცი დავახასიათეთ, ვიცით ყველა ნაწარმოებიდან, რომ მთელი ყმაწვილთაობა შესწირა გიორგის, ქმრის ანდერძი, რა თქმა უნდა, შეასრულა, არავის შეანატრინა, ღირსეული ვაჟკაცი გაზარდა და ახლა ეს ღირსეული ოჯახის ღირსეული ვაჟი მოჯამაგირედ უნდა წავიდეს. და ძალიან ბუნებრივი იქნებოდა დედისგან პროტესტი, რა თქმა უნდა, და ცხადად შეგვიძლია დავარქვათ, რომ დასაძლევია მშობლის ეგო, რას ეთქვის ოთარაანთფრივი. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ოთარაანთფრივი სულის კივილით, გულის ტეხით ხებულობს გადაწყვეტილებას. ის მომავალია, მე წარმავალი. ის მოდის, მე მივდივარ. წინ ვერ ავეფარები. და გადაწყვიტა, რომ შვილს მისცეს ნება. დაუდუღარ მაჭარს საფელი არ დაეხურება და ამიტომ გადაწყვიტა, რომ წინ არ აეფაროს. და აქვე ვიტყვით, რომ აქ არ არის მხოლოდ მშობლის ეგოს დაძლევა საჭირო. დავძლიე მშობლის ეგო და გიორგი ბედნიერია, ეს რეალური გარანტია ოთარაანთფრივს არ აქვს. გიორგის მომავალიც არის ბუნდოვანი. მან არ იცის, რა იქნება ხვალ გიორგის ცხოვრებაში, მაგრამ იცის ერთი რამ სუსტად, რომ ნებელობის გატეხვა რაიმე ვალდებულებით ან ძალადობით იროვნების დამღრევაა და ამიტომ მიანდო მის ნებელობას, პასუხისმგებლობას, მომავალი და გიორგის ნება მისცა. რა თქმა უნდა, ეს არის ოთარაანთფრივი დედაკაცი, რომელმაც მიიღო ეს მძიმე გადაწყვეტილება, რასაც დამეთანხმებით ვერ მიიღებს ადამიანი თეორიული ცოდნით, რაღაც ფსიქოლოგიური პოსტულატების გათვლით, ეს მისი შინაგანი მდგომარეობა იყო, კარგად გათვლილი და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება შვილთან და ეს იყო მისი თვითცნობიერება, შეიძლება ვთქვათ, და თვითცნობიერებას გაბრიელ ეპისკოპოსი ხსნის, როგორც საკუთარი თავისა და საკუთარი ყოფიერების გაცნობიერებას. ანუ ოთარაანთფრივი, ვინც კითხვაც კი არ იცის, ძალიან ღრმა ცნობიერების ადამიანია, თვითცნობიერების ადამიანია, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი ყოფა, თავისი ყოფიერება და თავისი ხვალინდელი დღე. ოთარაანთფრივის ვაჟი გიორგი ასეთი აღსრდილია და ოთარაანთფრივის შემოქმედების დავარქვათ პროდუქტი არის ეს ღირსეული ადამიანი და გიორგიც ნაწარმოებში წარმოჩენილია, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოდ. ჩვენ ვიცით გიორგის აღნაგობა, ვიცით ხასიათი, ვიცით
დამოკიდებულება მოვლენებისადმი, ვიცით რომ წარმოსადეგი ჭაბუკი იყო, დოინჯის შემოყრაღა აკლია და თავადიშვილია და თავადიშვილიაო იტყოდნენ მასზე სოფელში. თუ შრომის მოყარებას მივაქცევთ ყურადღებას, ხელგამომავალი და გამრჯები ჭიაო დედა ამბობდა მასზე და მისის ნეობრივი სისხლის ერთგვარი დასტური არის ნაწარმოებში არჩილის მიერ შეფასებული გიორგი, არჩილის მიერ დახასიათებული, რომ ის სხვისასაც ისე ერჩის, როგორც საკუთარს. ის სინდისი აქვს, რომელიც სხვისასაც ისე ერჩის, როგორც საკუთარს და ამბობს, რომ ეს სინდისი არის მისი მთელის გვამის, მთელის აგებულების წყურვილი. ასეთია გიორგი და რაც შეეხება მის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი, ვიცით, რომ სუსტის დაჩაგვრას ვერ შეეგუება, ეს უკვე განვიხილეთ და ორი კონფლიქტი ნაწარმოებში, ეს არის ომარანთ მოჯამაგირესთან და არჩილის მეჯინებესთან. ორივე შემთხვევაში მან ვერ დაიტია, რომ საქმე და მოსაქმე ერთმანეთს გაჰყროდა. საქმე და მოსაქმე ერთმანეთს გაჰყროდა, ეს სიცრუეა, სიყალბეა, ღალატია საქმის მოტყუებაა კაცის და გიორგი მარაპატია და ამ კონფლიქტზე რა თქმა უნდა თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ ყველას და არ გავაგრძელებთ საუბარს. ოთარანთ ფრივის აღზრდის სისტემაზე თუ შევუფარდებთ თანამედროვე ტერმინებს და დავასკვნით ვინ არის ოთარანთ ფრივი როგორც მშობლის მოდელი, უყოფმანოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოთარანთ ფრივი როგორც მშობლის მოდელი არის ავტორიტეტული მშობელი, ხოლო მისი აღზრდის სისტემა არის დემოკრატიული. რა თქმა უნდა ვგულისხმობთ, რომ ეს არის მისი ბუნებითი მდგომარეობა, თორემ ოთარანთ ფრივმა წერა-კითხვაც კი არ იცოდა. მისი შემოქმედების ნაყოფია როგორც დედის, გიორგი და ამით ის განსაკუთრებით ივსება მისი სახე როგორც დედაკაცისა, მისი ღვაწლი, მის მიერ გაღებული მსხვერპლი არის ნაყოფიერი და ოთარანთ ფრივი არის დედაკაცი. ილიასთან ქალი, დედა, დედაკაცი ხდება თითქოს ცალ-ცალკე დახასიათებული ცნებებია, მაგრამ ამავე დროს მთლიანდება არსობრივად და დაუბრუნდებით აი ამ ტერმინის გამთლიანებას, რომ ისევ როგორც ცნება მამული, ეს არის უნივერსალური, თუმცა ქართულ ეროვნულ დისკურსში მას აქვს სპეციფიკური ხასიათი. ამდენად ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, რომელ მონაპეტსაც არ უნდა დაუბრუნდეთ, რომელ ნაწარმოებსაც არ უნდა დაუბრუნდეთ, მუდმივად გვიწევს ხელახალი ძიებისათვის, ხელახალი შეცნობისთვის და ასეთი იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოთარანთ ფრივი. გიჟიათურა თვით ერთ-ერთი თავი ნაწარმოებში, გიჟიათურა იმის დასტურია, როგორ ეპყრობა, როგორ ღებულობს საზოგადოება განსხვავებულ ადამიანს და ეს განსხვავებული ოთარანთ ფრივი და მისი ვაჟი იყო. ზოგადად მე-19 საუკუნის სინამდვილე და აღზრდის სისტემა. ოთარანთ ფრივზე ვისაუბრეთ და ხაზი გაუსვით, რომ ეს არის მისი ბუნებითი მდგომარეობა და არა შეძენილი თეორიული ცოდნით განპირობებული დედობა, როგორიც ის არის და როგორც დავახასიათეთ, მაგრამ მე-19 საუკუნის სინამდვილე დიახ კირთებ ქვეშ რუსების კირთებ ქვეშ მგმინავი საქართველო ძალიან ძლიერი იყო პედაგოგიური ცნობიერების აზროვნების მოღვაწეობის თვალსაზრისით. ხელახლა არ დაუბრუნდებით იმ საკითხს, რაც საქართველოს ჭირდა მე-19 საუკუნეში. კირიონ მეორე ამბობდა, რომ რუსეთი არ იცნობს საქართველოს, არ იცნობს ივერიას. თვით სლავთა გაქრისტიანებაში ათონის მთაზე მოღვაწე მამებს უდიდესი ღვაწლი აქვთ 980-985 წლებში, მაგრამ საქართველოში რუსეთი შემოვიდა როგორც ბარბაროსულ ქვეყანაში, როგორც განსავითარებელ ქვეყანაში და ყველაფერი ცხადია თვითონ სიტყვა საქართველო იკრძალებოდა, ენა მოსაპოვებელი იყოს, ქვეყანა დასაბრუნებელი იყო და ამ დროს ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრეები თერგდალეულები იდგნენ მყარად და რაც უფრო მეც წავიკითხავთ მათ პუბლიცისტიკას, რაც უფრო მეც დავაკვირდებით, გავოგნდებით, რამდენად ღრმად შეეძლოთ მოეტანათ ერამდე, დაემკვიდრებინათ თუნდაც აღზრდის სისტემაში მეთოდები და მოეტანათ თუნდაც ინფორმაცია. აღზრდის სისტემაში იაკობ გოგებაშვილის სახელი ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია და მას ძალიან ბევრია გაკეთებული. მე მქონდა შემთხვევა ბაკალავრის საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელი ვიყავი და ვიკვლევდით პუბლიცისტურ წერილებს
იაკობ გოგებაშვილის ვადარებდით მას იმდროინდელ ევროპულ ხედვას და იმდენად გვერდიგვერდ მოემართება მე-19 საუკუნის უკაცრავად 19 საუკუნის 60-იანი წლებიდან თერგდალეულთა მიერ ეს პროცესები რომ გავოცდებით კიდეც. ამდენად თუ ოთარ ანთქვრივი არის ერთი კერძო შემთხვევა ბუნებითი მდგომარეობით, ზოგადად ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, გაბრიელ ეპისკოპოსი მხარ იდგნენ და აზრდის სისტემას, როგორც მეთოდურ სისტემას და მეთოდურ მეცნიერებას ძალიან ბევრს მატებდნენ. და დავამთავრებთ საუბარს იმით, რომ დედის სახე, როგორც ზოგადი ქალის, დედის და დედაკაცის არაერთხელ გვხვდება ილიას შემოქმედებაში და სწორედ დედას, დედაკაცის სახეს უკავშირდება დროთა გამთლიანების საკითხი. არქიმანდრიტ რაფაელს აქვს ნათქვამი დრო მარადისობის მუცლად ყოფნის პერიოდიაო. ილია ჭავჭავაძე სწორედ ამ მარადისობის მუცლად ყოფნის პერიოდზე ეკუთვნის როგორც დროის მკვიდრი და არ მთავრდება არც ერთ დროში. ამიტომ არის მისი შემოქმედება ამდენად მნიშვნელოვანი ჯანსაღი ცნობიერების, თვითმყოფადისა და ზოგად ადამიანური ღირებულებების გაცნობიერებაში. გვაძლევთ ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი თემისთვის, იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძის შემოქმედება ყოველთვის და ყველა დროში იყო ძალიან საინტერესო საქართველოს ყოფიერებისათვის, მისი სოფხედულობრივად ჩამოყალიბებისათვის, არ ვიცი რამდენად ხშირად მისდევენ ხოლმე მის აზრსა და კვალს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ძალიან. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო მოხსენებისათვის. მე მინდა გითხრათ, რომ მე წარმოშობით ვარ კახეთიდან, ყვარლის რაიონიდან, ჭავჭავაძის მუზეუმში მე ფეხი არ მაქვს ადგმული, თორემ იქ გავიზარდე, რომ მამაჩემი 30 წლის განმავლობაში იყო ჭავჭავაძის მუზეუმის დირექტორი ყვარელში. მე დიდი სიამოვნებით, როცა საშუალება მექნება, შარშან გამოვიდა წერილების კრებული ილია ჭავჭავაძე და აუცილებლად გამოგიგზავნით ან მოგაწვით. თუ თბილისში იქნებით შემთხვევით, აქ მოგაწვით, თუ არა და გამოგიგზავნით აუცილებლად. ასე რომ მესმე მადლობა, ძალიან საინტერესოა. თუ ამ წიგნის საშუალება იქნება, ჩვენ თვითონ მოვიგვარებთ თუ კავკასიურ არა, ჩვენ ყოველთვის თანაშრომლობთ ზუგდიდის უნივერსიტეტთან და გვინდა მორიგი პარტია საერთოდ კავკასიური სახლის გამოცემებისა გამოვაგზავნო და ერთ შეთანხმების მიხედვით, აი ანისთან, ქალბატონ ქეთევალატარიასთან, რანაირად მოხერხდება ვინმე თუ ჩამოვიდა, შეგვიძლია მას გამოვატაო და ასე შემდეგ. ეხლა ეს შემდეგ იყოს მაგაზე მოვილაპარაკეთ, ეს პრაქტიკული საკითხია. პირველ რიგში თქვენ აუტორიაში მყოფებს ხომ არა აქვს შეკითხვა? ბავშვებო მე მქონდა კითხვა და მოგმარჯობა კიდევ ერთხელ მადლობა საინტერესო შეხვედრისათვის და ანუ პირველი რაც მაინტერესებდა ამ ოთარაქვიდან გამომდინარე თქვენი აზრით ჩატექნოლოგიის მთავარ პრობლემას რა წარმოადგენს და რა იქ ანუ ოთარაკვის სამი სიტყვით ახასიათება რომ შეგეძლოთ რა იქნებოდა ეს? დიახ, ძალიან საინტერესო კითხვაა, მადლობა, თუმცა კითხვებიც არის, ანუ არის თუ არა. როგორც ვთქვით და აღნიშნეთ, ედავებოდნენ ილია ჭავჭავაძეს, იყო თუ არა ხიდჩატოხილობის მიზეზი სოციალური უთანასწორობა. მე როგორც მკითხველი უპირველეს ყოვლისა, კიდევ ვფიქრობ, რომ კი. იმიტომ რომ ქალისა და კაცის თანაგრძნობა მოწონების გამოხატვა თქვათ მარტივად თუ გნებავთ ელემენტარულად გრძნობს ყოველთვის. ეს არის ფსიქოლოგიური პროცესი, მოწონებულს, კაცმა რომ მოწონებული თვალით შეხედოს ხალხს, აუცილებლად იგრძნობს. და თუნდაც ეს ძალიან ერთი პასაჟი რო ავიღოთ, როდესაც თავბრუ ეხება გიორგის და არ ვიცი კი რა დამემართა და კესო ეუბნება რა დაგემართავ და ვერანაირად ვერ ხვდება, რომ შესაძლოა თვითონ იყოს მიზეზი. კესოს რომ დაშვებაშიც არა აქვს, შესაძლოა გიორგის მოსწონდეს კესო და იყოს მისთვის საინტერესო სასურველი ქალი და უყურებს როგორც გას, კესოს არა აქვს დაშვებაშიც. როდესაც ეუბნებოდნენ ილია ჭავჭავაძეს, რომ განათლებული რო იყოს, აი რომ ის იყოს ინჟინერი იყოს, ექიმი ეს გაუწევება არ იქნებოდა, მე ვფიქრობ, რომ მაინც იქნებოდა კესოს სამყაროში ეს გაუწევება, იმიტომ რომ კესო მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გონებისმიერად, ძალიან განათლებული წიგნიერია ვიტყოდი უფრო, აი ეს სილბო გულისმიერი და მე ამაზე სხვა პასაჟებსაც დავემოწმები, უბრალოდ არ გავაგრძელებ. სილბო გულისმიერი, მის
გიორგისთან ურთიერთობაში არ იგრძნობა და ამიტომ მგონია რომ ეს არის სოციალური დიახ და ეს ილიას ალბათ კარგად და რა თქმა უნდა ძალიან ბევრჯერ დაწონილი ჰქონდა და სოციალური უთანასწორობა გარკვეული სხვადასხვა საფეხურზე ყოფნა ყოველთვის წარმოშობს გაუცხოებას და მე ასე ვფიქრობ. რაც შეეხება ოთარაუნდფრივის დახასიათებას, სამი სიტყვაც არ დამჭირდებოდა ერთი სიტყვით ვიტყვი, დედაკაცი. დიდი მადლობა შეკითხვისათვის. შეიძლება როგორც დღეს მიღებულია გამოთქმა, აი ჩაგეკითხოთ ამ შემთხვევაში და ხო არ ხედავთ ეს ხით ჩატეხილობის პრობლემა ძალიან ფართე პრობლემაა და შეიძლება კიდე ის იყოს. ხო არ გეჩვენებათ შეიძლება რომ დღესაც არსებობს ამდაგვარი რამე თქვა ჩვენ საზოგადოებაში ხით ჩატეხილობის პრობლემა თქვა რომ წარმოიდგინოთ რომ მთავრობა არის რა ქვია გიორგი და კესო რა ქვია შეულებრივ. აი დღეს თუ არის ეგეთი რამე, საზოგადოებაში ჩვენ ძალიან რთულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება და ძალიან საინტერესოა როგორ შეიძლება თქვენი საზრით ახლა ამას შეხედო. ისე თუ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა. აუდიტორიიდან პასუხობენ თუ მე გიპასუხობ? არა, მე კი დამატებით კითხვასავი, კითხვის დამატება მინდა. დღეს როგორ ხედავთ ჩვენ საზოგადოებაში არსებობს ხით ჩატეხილობის პრობლემა ზოგადად. ეს ახლა რასაძახიან ახლა დეპოლარიზაციას, ხო? თუ პოლარიზაცია, ხო, პოლარიზაცია ჩვენ გვჭირდება დეპოლარიზაცია. პოლარიზაცია არის, ესე იგი ხით ჩატეხილება არის თქვენ და როგორ ხედავთ ამას? ხით ჩატეხილობა რა თქმა უნდა არის, როდესაც ადამიანი ადამიანს ვერ დაინახავს თანაზიარობისთვის სათავისოდ რა შემიძლია გავკეთო, რაში ვჭირდები მე როგორც ადამიანს მის წინაშე რა მაქვს ვალდებულება, ეს შეიძლება რა თქმა უნდა მთავრობასა და საზოგადოებას შორის, საზოგადოებაში განსხვავებულებს შორის, თუნდაც უპოვარი ადამიანები ჩვენს გვერდით და მათადმი როგორი თანაზიარობა გვაქვს, ვფიქრობ რომ გაუცხოება და მოგეხსენებათ, ახლა მე ახალს არაფერს ვიტყვი, აკაკი ბაქრაძემ ეს ძალიან კარგად განიხილა თავის ნაშრომში ბრწყინვალე და თქვა რომ კაცობრიობა ტაატით მიემართება იქითკენ, სადაც არავინ არ იქნება ცოდვა და ამით ამთავრებს ამ ნაწარმოების განხილვას, ამდენად მასშტაბურია ყველა სფეროში, ყველგან ადამიანური თვისებაა გაუცხოება და გაუცხოების ნაყოფი სხვადასხვა საკვებით იკვებება, ასე ვთქვათ. გაუცხოება არის დღევანდელ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, შესაძლოა შეხედულებებში მთავრობასა და ადამიანებს შორის დიახ ვიტყვით. დიდი მადლობა ქალბატონეს. დარბაზიდან ხო არ გაქვს შეკითხვა თუ ვინმე სხვა რა აქვს შეკითხვა? თინათინა მობრძანდი გენაცვალ მიკროფონთან. ეს მიკროფონი ხო ჩართულია? ჩართულია. მოგესალმებით, საინტერესო ლექციისთვის ძალიან დიდი მადლობა. მე მაქვს ერთი პატარა კითხვა. თქვენ ბრძანეთ, რომ ოთარაუნდფრივი არის ავტორიტარული მშობელი და აქვს დემოკრატიული აღზრდის პრინციპები, ხო, ამაში გეთანხმებით. ერთი თავი არის ამ ნაწარმოებში, რომელიც რამდენჯერაც წავიკითხე, ძალიან მნიშვნელოვანია. თვალზე რომ არის, ორი თვალი ჰქვია, მე მგონი, რომ მე ჩემი საცქერელ თვალს დავიმევ და შენი თვალით ვივლიო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ავტორიტარული მშობელი ამას იტყო და აი ძალიან საინტერესოა კიდევ ის, რომ თვითონ ოთარაუნდფრივი როგორც დედა, როგორც მშობელი, აღმზრდელი სულ მსჯელობს, მუდმივად მსჯელობს. აი ძალიან თანამედროვეც არის, ხო, ეს ნაწარმოები ამითაც, აი დედაშვილობის თემითაც, რომ სულ მსჯელობს, არასოდეს არ არის აი ეს თავისი მხოლოდ ეგოთი არ მოქმედებს, არც სიტყვებითაც. ნუ რა თქმა უნდა, ის სტილი, რომელიც აქვს მას სალაპარაკო სტილი სხვა ადამიანებთან, ძალიან რბილი არის, მე ასე ვფიქრობ, შვილთან. ზედმეტადაც, ანუ განსხვავებული არის, ანუ დედის როგორც დედა, ის არის ძალიან სათნოც არის შემიძლია ესე ვთქვა და კი თქვენ არგუმენტები მოიყვანეთ, რა თქმა უნდა, გეთანხმებით. უბრალოდ აი ეს თვალთან დაკავშირებით, რომელიც იყო ძალიან დიდი უკან დახევა, ხო არა და გრძნობდა გუმანით, წინათ გრძნობით, რომ ეს მისი გადაწყვეტილება გიორგის არ იქნებოდა კარგი. ნუ არ მოსწონდა, ხო, ეს ნათელი იყო. მაგრამ მაინც ეს არ თქვა არაფერი და
აღარ შეეწინააღმდეგა და ეს თვალიც დაიბრმავა. აი ამაზე თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. მადლობა. მადლობა თინათინ. თინათინ, უღმესი მადლობა საინტერესო კითხვისთვის და იმისთვის, რომ ოთარანთქვრივს თქვენ ნაწარმოებს იცნობთ ასე კარგად, გაქვთ თქვენი დამოკიდებულება და ბევრი გიფიქრიათ. ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება დაუბრუნდეთ, დიახ, ჩვენ ვთქვით, რომ ავტორიტეტული მშობელია დემოკრატიული აღზრდის სისტემით და ავტორიტეტული აღზრდის სისტემაში ბავშვი არის აქტიური, ანუ ბავშვზე არის აქცენტი და აქ არის თანალმობის, თანაზიარობის, თანადგომის პირობები შექმნილი. და შესაბამისად, დიახ, დაგეთანხმებით, რომ შესაძლოა ოთარანთქვრივის ზოგადად, როგორიც ის არის სოფელში, როგორცაც იცნობენ ოთარანთქვრივს, უკან დახევა, იმიტომ რომ თმობს, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ დიახ, დამეთანხმებით, რომ ეს არის დედა, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო მშობლის ეგოს, არა მხოლოდ მშობლის ეგო დაამარცხა, თვალინდელი დღე გათვალა გიორგის და გამეორებ, რომ საინტერესოა, რომ თქვენ ამ ხელა ყურადღება დაუთმეთ ამ მონაკვეთს, მე ჩემდა თავად, ჩემად მაყურებელ თვალს დავივსებ და შენი მაყურებელი თვალი დღა ვივლი ამ ქვეყანაზეო. ოთარანთქვრივისგან დათმობა გიორგის მოჯამაგირეობის, დიახ, მისი თვალის დაბრმავება იყო აბსოლუტურად გიორგის ცხოვრებისთვის, გიორგის ხედვიდან. ის მან მოვლენები შეაფასა შვილის პოზიციიდან და იქიდან მიიღო გადაწყვეტილება. იმ მჭახე, როგორც საზოგადოებაში უწოდებდნენ, მჭახე ოთარანთქვრივს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია და ბარემ თქვენს კითხვას ვეუბნეს, ალბათ გავიხსენოთ, როცა კესოეუბნება, ხო, კარგი დედაკაცი კი ხარ და წარეთ საუბარი კი იციო. რას პასუხობს? შენს ჩემს ტაფაში დამწვარიყავ, ჩემი დღენი გამოგევლო, შენს ჩემსავით ილაპარაკებდი. ანუ ის რომ ოთარანთქვრივს სიტყვას ეკლად ხმარობს მხოლოდ რომ ამბობენ, მისი ცხოვრების წესის, მისი დედაკაცობის ძალა, ფარხმალია, იმ უხილავი ფარხმალის ძალა არის ეს სიტყვა, იმიტომ რომ მან თავის თავს მარტოობის ხობე შემოავლო და ამ გზით სიარული მხოლოდ დედაკაც შეუძლია. თინათინ გიპასუხეთ თუ ბოლომდე ვერა? მადლობა, იცოცხლეთ. კიდევ არჩილ ხო არ გაქვს რამე კითხვა? კი, როგორ არა? გმადლობთ ასეთი ამომწურავი მოხსენებისთვის. ჩემი კითხვა უკავშირდება მინდა რომ რაიმე პარალელი თუ არსებობს ამ დედაკაცობის პრინციპთან. მე ვიცი რომ კაიყმის პრინციპი ამოზრდილია შუა საუკუნეების ქართული ნაწარმოებებიდან, თუნდაც ვეფხის ყაოსანშიც არის უკვე კაიყმის პრინციპი და გიორგის ბევრი თვისება შეიძლება ვეფხის ყაოსანში ამოვიკითხოთ, მაგრამ თუ არსებობს რაიმე კავშირი ამ დედაკაცობის პრინციპის ვეფხის ყაოსნის ქალბატონებთან და არიან თუ არა იქაური გმირები დედაკაცები. მადლობა. სახელი ვერ დავიმახსოვრე, არჩილი? არჩილი. ვიცი, ქალბატონესთან სანამ უპასუხებთ, მე მინდა არჩილი ცოტა წარმოვადგინო. ჩვენ უკვე მეორე წელიწადია არჩილი არის ჩვენი მსმენელი, თვითონ პროფესიით არის ექიმი, მაგრამ ძალიან დაინტერესებულია ქართული ფილოლოგიით, ქართული ლიტერატურითა და ამ შარშან ჩვენ გამოვაქვთ ჩვენ სტუდენტურ ალმანახში მისი ძალიან საინტერესო წერილი ილიას კრილოვის შესახებ. მე მაშინ მეგონა რომ შეიძლება და ეს ისეთი რაღაცა არ ყოფილიყო მაღალხარისხოვანი რაღაცა, რომელიც უკვე ბევრი რამე თქმულად დაწერილა, მაგრამ მან სულ სხვა კუთხით წარმოაჩინა ეს ძალიან ტრაგიკული შემთხვევა საქართველოს ისტორიაში და რაც ილიასთან არის დაკავშირებული, ამიტომ აი ეხლა ძალიან საინტერესო კითხვა დასვა და მინდა რომ კი ბატონო, აი ეს უბრალოდ მინდა მასზე ორი სიტყვა მეთქვა. აუცილებლად უნდა გცოდნობა და დიდი მადლობა არჩილს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი იმედია, დიახ, ხვალინდელი დღეა ასეთი ახალგაზრდობა და ბედნიერი ვარ მათი მოსმენით. არჩილ, უღრმესი მადლობა კითხვისთვის. მოგახსენებთ, როგორც კაიყმის ფენომენი გადადის ნაწარმოებიდან ნაწარმოებში და ლიტერატურაში დამკვიდრებულია კაიყმის ფენომენი, როგორც რაინდის სიმბოლო, რაინდობა კი სულიერი პედაგოგიის უმაღლესი გამოხატულებაა, ასე დედაკაცობა არ გადადის. თქვენ გახსოვთ ნიკოლო რტკიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცი, მაგრამ ეს დედაკაცი მარცხდება იმ თვალსაზრისით, რომ მისი როგორც დედის შემოქმედების პროდუქტი ეშვილები ასეთი ღირსეული არ არიან და იქ სხვა ბევრ რამეზე შეიძლება
მიზეშედეგობრივ კავშირით ვისაუბროთ და მართალი გითხრათ, თქვენმა კითხვამ შთამაგონა, რომ ძალიან ბევრი ვიფიქრო და კვლევის სახით დავიწყო ამაზე ფიქრი. ძალიან საინტერესო საკითხია. მე როგორც მკითხველი მოგახსენებთ, რომ ვეფხისტყაოსანში ჩემთვის დედაკაცი არის ასმათი. გახსოვთ, რომ ასმათი არის ყველასთან აზიარი. გივი გეგეჭკორმა მას მიუძღვნა ლექსი, სადაც ამბობს: შენ სხვის ცრემლებზე დახრილო ცრემლო. ასმათისთვის არ არსებობს პირადი. გახსოვთ, ასმათი ცხო იბრმავებს თვალს, თინათინმა რო გითხრათ, ჩემად საყურებელ თვალს დავიბრმავებ. ის არის ყველას თანაზიარი. ის არის ტარიელის როგორი შემწე და როგორი გვერდიმდგომი, რომ განსაცდელში არ მიატოვა და ტარიელს მხოლოდ ასმათ უყავს. და ზუსტად მის დედაკაცობას ადასტურებს ალბათ შეგახსენებთ ავთანდილს რო ეუბნება პირველი შეხვედრისას. ნუ ჯერ გახსოვთ იქ რომ ავთანდილმა სადარო ძალით ეთქმევინებინა, ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგეხევინო, მაგრამ არ გეტყვი საიდუმლოსო და როცა ავთანდილი ეუბნება რომ მიჯნურია და დახმარება სჭირდება, ასმათი უყოფანოდ ეუბნება: აწ მოყარე გიპოვნი ხარ, დისაგანცა უფრო დესი. რა თქმა უნდა, რუსთაველთან არაფერი არ აქვს შემთხვევით და არსებითი სახელის აღმატებითი ხარისხის წარმოება შემთხვევითი არ არის. აქ არის დისაგანცა უფრო დესი ასმათი და ეს განსაკუთრებული სულიერი ძალმოსილებაა და მეთანხმებით და როცა მე ბავშვებთან ვეფხისტყაოსანზე ვსაუბრობ და ასმათის სახეზე, ყოველთვის მინდება ხოლმე ხალხური ლექსიც მივადევნო ამ ტაებს. თუ ქალი გეტყვის დობასა, ის უკეთესი და არის. ეგეთი გქონდეს ბუნება, ვით მოწმენდილი ცა არის. ეს ავთანდილს შეუძლია ასმათთან და ავთანდილია, მაგრამ ასმათ შეუძლია იყოს დისაგანცა უფრო დესი. ასმათი არასოდეს არ ეძებს პირად კეთილდღეობას, ის მას აქვს ყოველთვის აბსოლუტური მზაობა თანაგრძნობის, ვისაც სჭირდება დახმარება, რომ გაუწიოს დახმარება და საინტერესოა პოემის დასასრული. ალბათ გიფიქრიათ ამაზე, რომ არავის არ ქორწინდება, ასმათი ჩვეულებრივი ყოფითი ბედნიერებით არ ამთავრებს, უკაცრავად რუსთაველი არ ამთავრებს ასმათის ყოფითი ბედნიერებით ამ პოემას. და როცა ტარიელი მას ეუბნება, რომ ერთ სამეფოს ჩუქნის და ვინცა გინდა ქმრა და იქმრე, ასმათი პასუხობს: სიყვარულის უკეთესი, რამც ვიშოვე, რამც ვიპოვნე. და სიყვარულის მონადრჩება, სიყვარული კი მოგეხსენებათ იონეს სახარების მიხედვით, საყვარელო გიყვარდეს ერთმანეთი, სიყვარულია ღმერთი, ვისაც სიყვარული შეუძლია, ღმერთთან ახლოს არის, იცნობს ღმერთს. თუ ასმათი სიყვარულის მონა, ესე იგი ღმერთთან ახლოს არის და ამ სიმძიმით ცხოვრობს მოყვასთათვის, ჩემთვის ის დედაკაცია. მადლობა. სანამ დარბაზში ვინმე კითხვას მოიფიქრე და ერთი კითხვა არის გორიდან, გვეკითხებია რომ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებში რა გითხრათ, რით გაგახაროთ არის ესეთი პაზაჟი, რომ ადრე მტერი ხმლით მოდიოდა და ხმლით უხდებოდითო და ეხლა გარჯით მოდის და გარჯით უნდა დაუხდეთო. ხმალი გასაგებია, მაგრამ აი დღევანდელი გარჯა, ესე იგი რა იგულისხმება უფრო ფართოდ რომ განმარტოთ თქვენი საზრით, რა გამოწვევებს გულისხმობს დღევანდელი გარჯა? გმადლობთ, მე ვიტყოდი რომ გარჯა, ახლა რომ შეგვეძლო ჩვენ ილიას დაუსვათ ეს შეკითხვა, როგორც აგვიხსნიდა, ალბათ დღევანდელ საზოგადოებასაც და დღევანდელ რეალობასაც ეს პასუხი სჭირდება. რა არის გარჯა? პირველ რიგში გაცნობიერება, ცოდნა, გაღრმავება იმისა, ხმლიანმა მტერმა ვერა დაგვაკლო რა და ახლანდელი მტერი ცოდნით მოდისო. ცოდნა სჭირდება ყველაფრის გაცნობიერებას და დღეს მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად დღეს ინფორმაციის ასეთი საოცარი ნაკადის მოზღვავების, დღეს მოვლენათა ასეთი სწრაფი ცვალებადობის პირობებში, დღეს როცა სარბიელზედ გახართ და ძალიან ბევრი რამ უნდა გაიცნობიერო, უპირველეს ყოვლისა არის ცოდნა საჭირო და მოდი დავარქმევდი, ასე ვფიქრობ, რომ ვუპასუხებ, განათლებაა საჭირო ეს გარჯა და მე ვიტყოდი, ცოდნე არ ნიშნავს განათლებულს. ცოდნე ადამიანის შესაძლოა ისტორიას ბევრი ყავს, მაგრამ ყვალი ნათელი არ დაუტოვებია, განათლებული ნაკლები. და მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში პეტრე იბერმა როგორ დაგვეხასიათა განათლება. ეს არის ცოდნისა და რწმენის ურთიერთობა, საცნაურისა მის ნათლისა მოსვლა, შემკრებელ და სრულმყოფელ და გამამთლიანებელ არს განათლებულთაი. ანუ შინაგანი ნათლით ცოდნის მიღება, რომ რეალობაში გაერკვე რეალურად ჯანსაღად და დადგე იქ, სადაც სიჯანსაღია და სიმართლეა და არ მოტყუდე. მე ვფიქრობ, რომ ეს გარჯა გვჭირდება ყველას დღეს, ყველა თაობას.
დიდი მადლობა ქალბატონესთან ძალიან კარგი პასუხისათვის და სწორი პასუხისათვის. განათლებაზე დაკავშირებით გვინდა ვთქვა, რომ ჩვენთან ვინც არიან გაერთიანებული და არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში არიან სხვადასხვა სპეციალობის ადამიანი ახალგაზრდები, რომლებსაც დაინტერესებული არიან ქართულ-კავკასიური ურთიერთობით, კავკასიი და ასე შემდეგ. ხო და ამიტომ ბევრი საინტერესო კითხვები აქვს ხოლმე და საინტერესოდ მიმდინარეობს ხოლმე ეს პროცესი. დიდი მადლობა ასეთი იმისათვის, ან პასუხისათვის და ეხლა მინდა ვკითხო კიდევ ხომარავის აქვს კიდევ შეკითხვა დარბაზში. დღევანდელი შესანიშნავი ლექციისთვის გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა და ორი სიტყვით ვთქვა, რომ თქვენ იცით ყველა ვინც მონაწილეები არიან ამ პროექტის, რომ თავიდანვე მსმენელები გვყავდნენ ჩვენ მხოლოდ თბილისის დედაქალაქის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და ახალგაზრდები. ნელ-ნელა გაფართოვდა, ეხლა ვიცით, რომ რეგიონებიდან თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ასე შემდეგ და სხვადასხვა ადგილებიდან გვისმენენ. მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი სწორი გადაწყვეტილება მიიღო პროექტის ადმინისტრაციამ, როდესაც მოვიფიქრეთ ის, რომ უფლება აქვს ჩვენ ახალგაზრდებს და სტუდენტებს მოусმინონ იმ პროფესორებს, იმ პროფესიონალებს, რომლებიც მოღვაწეობენ რეგიონალურ უნივერსიტეტში. ისინი არ უნდა ჩაიკარგონ მხოლოდ თავიანთ უნივერსიტეტში და მხოლოდ იმ რეგიონში. და დღეს იყო პირველი ასეთი მცდელობა. თუმცა მანამდე გქონდა ჩვენ გასვითი ლექციები გორში, რამდენიმეჯერ და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და რაც მთავარია ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ადმინისტრაციის წევრი, თქვენ ზუსტად დრო დაიცავით. ძალიან რთულია ხოლმე, როდესაც მოდის განათლებული ადამიანი, შეყვარებული თავის პროფესიაზე, თავის საგანზე, თავის საქმეზე, მას უყვარს აი თელი გულით, სულით მოგვიყო თელი ისტორია ადამ და ევადან დაწყებული დღევანდელ დღემდე. ამას ვერ იცავენ ხოლმე, ყველა ვერ იცავს და თქვენ ზუსტად ჩაძიგეთ იმ დროში. აბსოლუტურად 7 ტონალობ ძალიან კარგი მოგვიყევით გვესაუბრეთ, იმიტომ რომ პროექტში სხვადასხვა ვთქვათ განათლების და დონის და პროფესიის ადამიანები მონაწილეობენ. ცოტა რთულია ასეთ დიდ აუდიტორიაში ყველასთვის საინტერესო იყოს მოსმენა. ეს თელი სპეციალობაა კიდე, ამას თელი ცოდნა უნდა გქონდეს და ისეთი სიამოვნებით მოგისმინეთ, მე დრო დარჩათ კიდე კითხვებისთვის და შესანიშნავი კითხვები დასვეს ჩვენმა სტუდენტებმა მათთვის ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. თქვენ უღრმესი მადლობა და შემდეგ თვეში ყველამ უნდა იცოდეს, რომ გრძელდება ეს ინიციატივა თელავის უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო პროფესორს უნდა მოусმინოთ და მოკითხვა ზუგდიდსა თქვენ უნივერსიტეტს. დიდი მადლობა. ხო, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვა. თუ შეიძლება. აი დღეს ხშირად გაიგონებთ ახლა სულ დავაკამათია, პოლემიკა, საზოგადოება დუღს და გადმოდუღს და რაღაცა და აი ჩვენ ახალი ილია გვჭირდება. ახალი ილია გვჭირდება. თქვენ რა სიტყვით ქალბატონესთან ასე თქვენ ილია შემოქმედების ასეთ მსოდნესა და გასწავლ ადამიანს როგორ ჯობია თქვა ახალი ილია გვჭირდება მართლა თუ ძველი ილიას რო დაუჯერო და მოусმინოთ ბევრ საკითხებში. მოგახსენებთ, დიდი მადლობა, ძალიან მესიამოვნა კითხვა. მისიონერი აქვს როსტომ ჩხეიძეს მოგეხსენებათ სოლომონ დოდაშვილის ცხოვრება და შემოქმედება, ძალიან საინტერესო სახე და მოღვაწე ქართულ ლიტერატურაში და არა მხოლოდ ლიტერატურაში და იქ არის რომ უწოდებს როსტომ ჩხეიძე ილიამდელ ილიას სოლომონ დოდაშვილს. თუ ილიამდელი ილია სოლომონ დოდაშვილია, თუ თვითონ ილია უკვე თანამდებისულია და ძალიან საინტერესოდ ფორმულირებულია, რომ თანამდებისულია და ის შეუთანასწორდა გრიგოლ ხანძთელს, როცა ჯერ კიდევ არ იყო გრიგოლ ხანძთელი და ამაზე ცალკე თემაც შეიძლება, ცალკე ლექციაც შეიძლება ჩავატაროთ. ახალი ილია ჩემი მოსაზრებით გულისხმობს იმ ხელდასხმულ წინამძღოლს, იმ ხელდასხმულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია იტვირთოს ილიას იდეების კარგად გაცნობიერება და ილიას ერთგულებით მამულისათვის ღვაწლის გაღება. სხვანაირად ახალი ილია მე არ მესმის. ილიამ დაგვიტოვა ყველაფერი,
როგორი იყო საქართველო, რანი ვართ, რანი ვიყავით და რანი შეიძლება ვიყვნეთ. მე ასე მესმის ხვალინდელი ილია და ხვალინდელი საქართველოს ჯანსაღი მომავალი. დიდი მადლობა. თქვენ ახლა სოლომონ დოდაშვილი ახსენეთ. მინდა რომ აღნიშნო, რომ სულ ცოტა ხნის წინ კავკასიურმა სახლმა გამოცა ნუგზარ პაპუაშვილის წიგნი სოლომონ დოდაშვილზე და ჩვენ მის მშობლიურ სოფელში მაღაროში გვაქვს კავკასიური სახლის ფილიალი სოლომონ დოდაშვილის სახელობის ისა კერა ჰქვია და იქ ხდება ძალიან საინტერესო შეხვედრები ახალგაზრდები იკრიბებიან, სწავლობენ და ასე შემდეგ უტარდებათ ლექციები სხვადასხვა მიმართულებით და ძალიან საინტერესოა. ესე როდესაც წიგნებს მოგაწვით, იქ სოლომონ დოდაშვილზე დაწერილი წიგნიც იქნება. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა, ძალიან სასიამოვნოა. სოლომონ დოდაშვილი ნამდვილად ხელახლა შესასწავლი და სოლომონ დოდაშვილის სახელთან და შემოქმედებასთან მისასვლელია. გვეკლია სოლომონ დოდაშვილისადმი ყურადღება გვაკლია ნამდვილად. დიდი მადლობა, სასიამოვნოა ეს ინფორმაციაც. ეხლა თქვენ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ახალგაზრდებო, რომ დღეს მობრძანდით ჩვენთან. მე მგონი ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო. ერთად როცა არის საინტერესო და სასიამოვნოც არაჩვეულებრივი ქალბატონი ნესტანი გავიცაით თავისი შეხედულებებით ილია ჭავჭავაძეზე რაც იმ თემას გარშემო რომელიც იყო წარმოდგენილი და ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ ამგვარ თანამშრომლობას და იმედი გვაქვს რომ ეს პირველი და უკანასკნელი შეხვედრა არის ქალბატონ ნესტანთან და მომავალშიც აუცილებლად ვითანამშრომლებთ და გავაგრძელებთ ამას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ ქალბატონ ნესტან და მადლობას ვუხდი ანი გაბელიას, ქეთევა ლატარიას, რომელმაც აი მესაძირკული არის ჩვენი ურთიერთობების და ქალბატონ რექტორთან ერთად, რომელიც თავის დროზე დაგვიჭირა მხარი და მას მერე ძალიან წარმატებული ურთიერთობა გვაქვს ჩვენ ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტთან. დიდი მადლობა დამსწრე აუდიტორიას თქვენთან და ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩვენ დღეს გვისმენდა და მიიღო სიამოვნება, ცოდნა და განათლება დღევანდელი ლექციით. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა. მინდა გითხრათ, რომ კარგად იყავით, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. მე არ ვარ აუდიტორიასთან ურთიერთობას უჩვევი არა ვარ ძალიან ბევრჯერ წლების განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებული გულისკანკალით, მონდომებით, პასუხისმგებლობით და განცდით ველოდებოდი დღევანდელ შეხვედრას. იმიტომ ეს იყო დიახ მრავალფეროვან აუდიტორიასთან შეხვედრა, ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და თუ გამომივიდა მადლობა აუდიტორიას მსმენელებს ყველას და მადლობა ღმერთს, ეს იყო განსაკუთრებით საინტერესო მოწვევა დღევანდელი დღე განსაკუთრებული ფურცელია ამ ურთიერთობაში და მადლობა თითოეულ მონაწილეს, მადლობა ძალიან საინტერესო კითხვებისთვის. უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს ამდენად დიდი საქმის კეთებისთვის საქართველოში, რაც ზუსტად ახალი ილიელობისკენ უნდა მიემართებოდეს. მხოლოდ განათლებით მიდის საქმე წინ და მხოლოდ განათლებით მივიახლებით ილიას, ილიელობას და ხვალინდელ ილიას. დიდი მადლობა. როგორც თამარმა აღნიშნა, ძალიანაც სულაც არ გეტყობოდა თავს გულის კანკალი, ძალიან ესეთი არაჩვეულებრივი. მე მიყვარს, მე ძველი თაობის ადამიანი ვარ და მიყვარს აკადემიურობა, მიყვარს ეს 7 ტონი და ესე და ძალიან დიდი მადლობა ლექციისათვის და აი საინტერესო მიმოხილვისათვის. კარგად გზანდებოდეთ სულ ყველანი. კარგად გზანდებოდეთ.